ქუთაისში იმერეთის ბაზრობაზე მოქალაქემ კვერცხის დილა საწყობი აღმოაჩინა. როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, ადგილზე ხდებოდა კვერცხის ვადების ცვლილება და ვადაგასული პროდუქტის სარეალიზაციოდ მზადება. დღეს ქუთაისში პარლამენტის წინ იმერეთის ეზოში, სადაც მოგეხსენებათ სამშენებლო მასალების საწყობებია, წავაწყდი კვერცხი დილას საწყობს, სადაც მაღალ გრადუს ტემპერატურაზე ალაგია ყუთებით კვერცხი. მიმდინარეობს თარიღების შესწორება და მზადდება დისტრიბუციისთვის. ყარს იქაურობა, არავინ ამაზე არ რეაგირებს. გადის სარეალიზაციოდ ვადაგასული მაღალ ტემპერატურაზე დაყრილი კვერცხი და არავინ ამაზე ხმას არ იღებს. ვკითხულობთ თეა ამბროლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოქალაქე ასევე ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. ტელეკომპანია მეგატივი კომპანია დილას რეალიზაციის სამსახურის უფროს შაკო სიხარულიძეს ესაუბრა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მიმდინარეობდა დაზიანებული კვერცხების გადარჩევა. უილი ეხლა რაღაცა ეხლა ჩვენც მაგას ვიკულევთ, ვარკვევთ ეხლა რა გავაგზავნეთ რეგიონის უფროსი, რაღაცა გატეხილ კვერცხს და სუნი იყო რაღაცაო, ეგ არის რაღაცა აბსურდული ეხლა ინტრიგანის დაწერილი ვიღაცის რა. ეხლა ვარკვევთ ჩვენ თვითონ ჩვენი ძალებით გაგზავნილია რეგიონის უფროსები, დისტრიბუტორი ვიღაცები, რომ ვინ იყო, ვინ დადო, იმ დილა უთენია ეგეთი რაღაცა რა. და გავარკვევთ გვინდა რომ ყველაფერზე გავცეთ პასუხი რომ რაღაცა აბსურდი დაგვიწერა რა. კვერცხის საწყობში გათავებული არაფერი მსგავსი მაგდაგვარი არადებს, საერთოდ არ არის, უბრალოდ რამოდენიმე გატეხილი უდევს პადონზე, კვერცხს გატეხილ კვერცხს არჩევდა, იქიდან იღებდა ადამიანი რა, რომ ქსელში არ მოხვდეს ის გატეხილი და სიტყვაზე სუნი რაღაცა ზაფხულვარი არა იყოს პროდუქცია. იმ გატეხილს არჩევდა, უბრალოდ იდგა იქა და ვიღაცა შორიდან დაასურათა და დაწერა რაღაცა მარაზმი რა, რო იტყვია რა. გაგზავნილები ყავს რაღაცეები ვიცით, რაღაცა დილას რომ მუშაობდნენო ამ ინტერნეტის რაღაცაზე რა. როგორც ახლა ჩვენები იძახიან და მოკვლევა მიდის ახლა ვინები იყვნენ, რომ თვითონ იმას გვინდა რომ დავაწერიოთ, რომ მსგავსი არაფერი არ იყო და რაღაცა წაიინტრიგნეს. მოქალაქე წერს სოციალურ ქსელში, რომ თარიღების ცვლიანო და ამზადებენ ამ ძველ კვერცხს. არა, ჩემო კარგო, თარიღებს კი არა, გატეხილ კვერცხს იღებდა. გატეხილ კვერცხს არჩევდა. ხო არის ცოცხალი ორგანიზმია კვერცხი, რო წაიღო მანქანა სიტყვაზე წავიდა 100 კილომეტრი, ჩამოვიდა ხო რეგიონიდან. ხო გაწყდა რაღაცა, რო ნახა იმას იღებდა და იმან დაწერა რაღაცა მარასმი, მაგითო გეუბნებით. რა თარიღებს ცვლიანო და ისაო, სადგინახიათ ჩვენი კვერცხი, სხვადასხვა თარიღის ერთ პაჭკაში ანამიში სადმე შეგხვედრიათ როდის მე თუ ყიდულობ პროდუქციას. ან მაღაზიაში წავიდეთ, შევამოწმოთ მაღაზიები, რა ვიცი, როგორც იტყვით.